თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. ქალბატონებო და ბატონებო, სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ იუმორის ქურდები. აი ასე, ჩვეულებრივად კვარავენ იუმორს და თუ თავი არ იმართლე, შეიძლება შენივე იუმორის ტირაჟირებაც აგიგრძალონ. იმ მოტივით, რომ აქაო და შენამდე სხვაგან წავიკითხეო. გამოდის, რომ პატიოსანი კაცი, მოცემულ შემთხვევაში მე, შეიძლება ჩემივე იუმორის გამო დეპრესიაში ჩავარდეს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ყველაფრის პლაგიატი გამიგია, მაგრამ იუმორის მოპარავს თუ შეიძლებოდა არ მეგონა. აი მაგალითად, არახარ კარგი პოეტი, მაგრამ იპარავ ვინმე ნაკლებად ცნობილი პოეტის ლექს. აწყობ შენი გემოვნებით და ვითომ პოეტი ხარ. ჟურნალისტიკაშიც იმდენია პლაგიატი იცოცხლეთქო, დაწყებული ექსკლუზივების მოპარვით დამთავრებული საავტორო ფოტოებით, მაგრამ როცა იუმორი არ გაქვს და იუმორს იპარავ, ეს უკვე მეტისმეტი. აი მაგალითად მე ყოფილა შემთხვევა რაღაც დავწერე, ვიხუმრე, ატყდა ამბავი, აქვს 9000 ლაიქი, 7000 გაზიარება, ამის შემდეგ 2 საათში კპარავს ვიღაც და თავისი ჭკუით ასაღებს ამ იუმორს და ბევრი არა, მაგრამ მისი 16-17 ფრენდი ხარხარებს. მოკლედ რეებს მოთხრი ხოლმეო, უფრო უარესებიც არსებობს. დაწერ რამეს, მოგპარავ სხვა, შენი ფრენდი ნახავს ამ ყველაფერს, ჯერ სხვასთან, მერე შენთან და მოგწერს. ოხ შეწუწკო, რატომ პარავ სხვებსო? აი ასეთ დროს მართლა ვცოფთები, მაგრამ რა გინდა რომ ქნა? ვის უნდა დაესხა თავზე კომპიუტერით? დაწერა და წავიდა. მოკლედ ეს გახდა უკვე სერიოზული პრობლემა. ხშირად შეიძლება იქეთ გაილანძღო დაზარალებული ადამიანი და ასეთი ფაქტები მართლაც ბევრია. ნამდვილად საკუთარ თავზე მიწვნევია ხოლმე. Facebook-ის იუმორის ქურდები პოეტებისაგან და ჟურნალისტებისაგან იმით მაინც განსხვავდებიან, რომ როცა ლექს ან სტატიას იპარავენ, იქეთ მაინც არ ესხმიან, ვისაც მოპარეს. არიან ჩუმა და დარცხვენილი წაგიყურებენ მაინც. ეს კი არა, უტეხია, იქეთ გდებს ბრალს და გაგდებს დეპრესიაში. არსებობენ მეორე კატეგორიის ქურდები, შედარებით პატიოსნები. თითქოს ვერ შეედაები, თითქოს არც არაფერი დაუშავებიათ, ასე მაგალითად, რასაც პირველ პირში წერ, წაიღებს იმას დაკოპირებით და ბოლოში მოგნიშნავს გაურკვევლად. აქაო და ჩემი არაო, მაგრამ ხალხი რომ უწეს, შენ გაიხარე, რა ზუსტად თქვი და იმათ რომ დაუგულებს, ეს უფრო მავნებლური ქურდობა მგონია. ვიღაც წერდა ამას წინ და მეც გავიმეორებ. დებო და ძმებო, უფრო დებო. Facebook-ზე ვინმეს პოსტი რომ მოგეწონებათ, გაზიარება არ ტეხავს. ტეხავს კოპირება და წინადადებების გადასმა, გადმოსმა, ვითომ საავტოროდ ქცევა. მით უმეტეს თუ პირველ წყაროს ბევრი გაზიარება და ნახვა აქვს, ყველა მიხვდება, რასაც ქმნით. მოკლედ იუმორის ტირაჟირება და პოზიტივი ცუდი ნამდვილად არ არის. კი ბატონო, იხუმრეთ, რამდენიც გინდათ იხუმრეთ ყველაფერზე, მაგრამ ავტორს მაინც ნუ დაესხმებით თავზე, ვისიც არის ეს ხუმრობა. ბოლოს და ბოლოს ეგ არის და ეგ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.